მომდევნო სტუმარი ევანგელისტური ეკლესიის პასტორი ზალ ტყეშელაშვილია, იქაც შეიცვალა მთელი რიგი ასე ვთქვათ წესები, არა რა თქმა უნდა წირვისა და ლოცვის და გარკვეული რეკომენდაციებიც გაიცა მრევლისთვის. შუადღე მშვიდობის. როგორ ბრძანდებით? შუადღე მშვიდობის ბატონო დავით. მოგესალმებით. მადლობთ მოწვევისათვის. მადლობა თქვენ. ანუ რა მთავარი გამოწვევის წინაშე დადგა ქართული ევანგელისტური ეკლესია პანდემიის პარალელურად და რა არის მთავარი რეკომენდაციები, რაც მრევლისთვის გაეცით და როგორ მიმდინარეობს წირვების როგორ აღავლენთ წირვებს ამ დროისთვის? ნუ ახლა როგორც ყველა მორწმუნე ადამიანისათვის ამ განსაკუთრებული გამოწვევის პერიოდში ლოცვა ღმერთის წინაშე შუამდგომლობა იყო ჩვენთვის უპირველესი, ასე ვთქვათ, ამოცანა და რა თქმა უნდა გავაძლიერეთ ჩვენი გულწრფელი ლოცვა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს წინაშე, საქართველოსთვის და საერთოდ მსოფლიოსთვის, რომ გარკვეული წყალობა ყოფილიყო და ეს რაღაც უბედურება დროულად წასულიყო. ერთობლივი ლოცვა ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ ასე გვწამს, რომ ისევე როგორც ექიმები, პოლიციელები დგანან წინა ხაზზე, ჩვენი გულხურვალი ლოცვით უნდა მდგარიყავით წინა ხაზზე. ეს ჩვენი მოვალეობა იყო, მაგრამ ეს შეუძლებელი გახდა. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბოლომდე ჩემთვის გაუგებარი არის სახელმწიფოს პოზიცია ამ კუთხით, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, რომ მართლმადიდებლური ინსტიტუციაში ეს შეკრებები გრძელდება ასეთი სახით და სახელმწიფოს არ აქვს გარკვეული პოზიცია, ჩვენ ვერ გავიგეთ ყოველ შემთხვევაში პოზიცია. ამიტომ გარკვეული პროტესტიც კი გაგვიჩნდა თუ რაღაც მოთხოვნა თუ გაგება იმისა, რომ ჩვენ ჩავთვალეთ, რომ სამ კაცზე მეტი შეკრება ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ქვეყანაში და ამიტომ ჩვენც მოვერგეთ ამ სიტუაციას, თუმცა თვლიდით, რომ უაღრესად სასიცოცხლო იყო ასევე ერთობლივი ლოცვა, მაგრამ თუ დაუშვათ არ არის სასიცოცხლო, მაშინ ჩვენთვისაც უნდა მოიხსნას, ხოლო თუ სასიცოცხლო, ესეც უნდა იყოს გარკვეულად ნათქვამი. და აღდგომას თქვენ აღნიშნავთ ისევე როგორც მართლმადიდებლური სამყარო 19 აპრილს. იცით რაშია საქმე, ჩვენ აღნიშნავდით ამ დღეს გარკვეული პომპეზურობით, ასე ვთქვათ, მაგრამ ამ ბოლო დროს ჩვენ მრევლში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს დღე ასეთი პომპეზური სახით აღარ აღნიშნოთ, იმიტომ რომ ჩვენ ვატყობთ, რომ ამ დღის აღნიშვნა უკვე გადაიზარდა რიტუალში, უფრო ასე ვთქვათ, ჭამასმაში, სულიერობა დაკარგეს და ამიტომ ჩვენ ჩავთვალეთ, რომ არ ავყვეთ ამ ფეხის ხმას, როგორც ვთქვათ, და გარკვეული პროტესტიც კი გვაქვს ამ დღის ასეთი სახით აღნიშვნის, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ამ დღის აღნიშვნა ძალიან დიდი ცვლილებები სჭირდება და რომ იტყვიან ამ მარათონში არ ვერთვებთ. ეს ჩვენი რწმენა, მე ვაფასებ ყველას, ვინც აღნიშნავს, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენი ეკლესია ამ დღეს და დღევანდ განსაკუთრებით ახლა ამ აღდგომის პერიოდში მრევლს დიდი გამოწვევა აქვს, ზოგი უსამსახუროდ დარჩა, ზოგი ყოველდღიური შემოსავლის გარეშე და მე როგორც პასტორი როგორც წევსი ვცდილობ, რომ გადართული ვიყო ამ ადამიანების სოლიდარობაზე, მივეხმარო და მართალი გითხრათ, დიდი დრო აღარ მრჩება რაღაც, ესე ვთქვათ, ამ დღის რაღაც პომპეზურად აღნიშვნაზე, რომ ეს ჩვენი პოზიცია არის. იმედი დავიტოვოთ, რომ მალე დამთავრდება პანდემია და რაღაცნაირად შეძლებს კაცობრიობა, რომ ეს უხილავი მტერით დაამარცხოს. Ну, ალბათ ყველაზე მთავარი მაინც ისევ და ისევ მედიკოსების რეკომენდაცია რჩება. და ბოლოს სანამ დაგმშვიდობებით, რას ეტყვით თქვენს მრევლს? ჩემ მრევლს ვეტყვი იმას, რასაც ყოველთვის ვეუბნები, რომ მიუხედავად აკრძალვისა, მაინც გულში ვიხუტებ ყველას, რომ ძალიან მიყვარს ისინი ჩემი ერთგული მეომრები არიან ჩემთან ერთად და ჩვენ ვაგრძელებთ სერიოზულ ლოცვას ყველასათვის, ჩვენი გულწრფელი ლოცვით იესო ქრისტეს წინაშე, რომ დაცული იყოს ყველა და ეს რაღაც უბედურება, ეს პანდემია დროულად იყოს მოცილებული მთელი მსოფლიოსათვის.
დიდი მადლობა. მადლობა დღეს გისურვებთ გადაცემაში სტუმრობისთვის. ევანგელისტური ეკლესიის პასტორი ზალ ტყეშელაშვილი იყო ჩვენი სტუმარი.